მოკლედ, გადაღება დაწყებულია. დღეს არ ვაპირებ ჭრას ვიდეოში და არც მომავალ ვიდეოებში. პრინციპში ვფიქრობ, არ ამოვჭრა, ვეცადო მაინც ვიდეოში რაღაც ხარვეზები თუ იქნება, ან თუ წინადადება შემეშლება, ან რაღაც შეცდომებზე, ხარვეზებზე, ტექნიკურზე და ასე შემდეგ. ყველაფერზე ვეცადო, რომ მოკლედ, ნაკლები ჭრა გამოვიყენო და ეს დამეხმარება რაში, რაში მჭირდება, რომ ნაკლები ჭრა გამოვიყენო, რა იყო. ჭრებს, შეცდომებს დავანახებ მაყურებელს და მაყურებელს უფრო მოვიზიდავ, თუ რატომ? ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი თავი განვავითარო ამ კუთხით, რომ აღარ დაუშვა შეცდომები და ვეცადო მეტად ბუნებრივი ვიდეო იყოს და არ იყოს რაღაც ჭრებით ყოველ მეორე წინადადებაში. ძალიან დავარცხნილი წინადადებები რო აქვთ და რაღაცებს ჭრიან და რაღაც ერთ-ორ წინადადებას რო ვერ იმახსოვრებენ და რის მერე რა თქვან და ასე შემდეგ, მოკლედ მსგავს რაღაცას არ ვაპირებ. სულ ესაა. ხო. ახლა ისი თქმა მინდოდა. სიახლე იქნება ის, რომ რაც გითხარით, ეგ რო ჭრები არ ექნება ვიდეოში და ასევე ის, რომ დავიწყე კრივის აქტიური ვარჯიშები. დავიწყე რა, პირველი დღე არის და აქტიურად ვაპირებ განვავითარო ეს მიმართულება კრივის, რადგან დამეხმაროს წონის კლებაში, ჩემი ბიზნესის მიღწევაში, კონცენტრაციაში, ბალანსში, სისწრაფეში და ყველაფერში, მოკლედ ძალიან მაგარია კრივი, გირჩევთ ყველას, რომ ივარჯიშოთ კრივის მიმართულებით. არ არის აუცილებელი გამოხვიდეთ რაღაც სპორტსმენი, როგორც იტყოდნენ. საკმაოდ მნიშვნელოვანია კრივი, ჩემი აზრით. მოკლედ. გაგაცნობთ ახლა, გუშინ შევიძინე ხელსახვევი კრივის, რაც აუცილებელია. მეორენაირი ხელსახვევიც მაქვს, ოღონდ ეგ უკვე ისეთი რაღაცა არის, ძალიან გამარტივებული ცხოვრებით შექმნილი ხელსახვევი. რა ვსგულისხმობ, ხელთათმანი არის და პირდაპირ, შეგიძლია ხელთათმანი მოირგო და გაიკეთო, ივარჯიშო, მოკლედ რა. მოირგო ხელზე, გაიკეთო ხელზე და ივარჯიშო. მაგრამ მივყვეთ ძველ ტრადიციებს კრივში და ჩვეულებრივ გამოვიყენოთ ეს ნაჭრები. ამ ნაჭრების, შემოხვევა ხელზე ცალკე რაღაც ხელოვნების საგანი უნდა გახდეს, ჩემი აზრით, რადგან ძალიან გამირთულდა. ადრე არ ვიყენებდი ამ სახვევებს. ვიყენებდი ჩვეულებრივ ხელთათმანს, ამ ხელთათმანს კი არა. ჩვეულებრივ პატარა ხელთათმანი არის, მსგავსად ფორმა აქვს მიცემული, ნაჭრის ფორმა აქვს მიცემული და ჩვეულებრივ მოიგებ რა ხელზე. და შეგიძლია გამოიყენო ეგ და დროც დაზოგო და ყველაფერი, მაგრამ დროის დაზოგვაში არ არის საქმე. მოკლედ, ეს არის რაღაც თითქოს კრივის ტრადიციის ნაწილი, რომ თან პლუს რა არის, იცი? ხელთათმანიც შეგიძლია შენი ზომის იყიდო რა, იქ უკვე სამზარეული და მოირგო ხელზე, მაგრამ ამას აქვს კიდევ ერთი პლუსი და ამ პლუსს გეტყვით. ის რომ შეგიძლია ჭიდროდ გაიკეთო, ჭიდროდ დაიკრა ხელზე, ეს ნაჭერი, შეგიძლია ოდნავ მოუშვა, როგორც გინდათ ეგრე გააკეთოთ და კიდე ეგ ხელთათმანი იყიდით თქვენ ზომას და მოირგებთ და всё. всёს ზემაპატიეთ. ვეცდები რომ არ გამოვიყენო რუსული ლექსიკონი. всё და რაღაცები. ბოდიში ამერთხელ. მოკლედ. ხო, დავიწყოთ რა და თან კიდე იმის თქმა მინდოდა.
ეს ძალიან მოუხერხებელია ზოგადად მიკროფონი აი ესე ხელში რომ მიჭირავს და აი ესე რომ ვსაუბრობ და ნუ აქაც ვერ დავიმაგრებ, იმიტომ რომ შრიალის ხმა ისმის თან რომ როდესაც მოძრაობ და რაღაცა, ნუ ზედა მაისურზეც ძალიან შრაშუნებს და რაღაცა და ჩობია რომ კეპი დავიხურო და კეპზე გავიკეთო მიკროფონი. ამაზე კი მქონდა რაღაცები კომენტარებში დაწერე, მე ადრე მეკეთა კეპი და კომენტარებში მიწერდნენ ისეთ რაღაცას, რომ შეხედეთ მაო კეპზე აქვს მიკროფონი დამაგრებული და ერთ-ერთ ბოდიბილდერს ბაძავს. არა მეგობრებო, არავის არ ბაძავ, უბრალოდ ეს პრაქტიკულია ძალიან, რომ აი ხელში რო არ გეჭიროს მიკროფონი, ჯობია კეპი დაიფარო და გაიკეთო ეს მიკროფონი აი კეპზე. პრაქტიკული არის და მოსახერხებელი. ნუ მაისურთან შედარებით ჯობია კეპი რა, რადგან მაისური მაინც, ანუ ზედა მაისური მაინც ისეთია რა. ზედა ისეთია, რომ აი მაინც ხმას გამოსცემს და მიკროფონში ძალიან ისე ისმის. ცუდად რა. მოკლედ. სულ ეს იყო. თაც იცოდეთ, რომ მიკროფონი თუ კეპზე მიკეთი არავის არ უბაძავ, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე მოსახერხებელია და კარგი არის რა მოკლედ. როცა მექნება კეპი, მაშინ მექნება მიკროფონი კეპზე დამაგრებული, სულ ეს არის. მოდი ახლა რეპეტიცია გავიაროთ. ვივარჯიშოთ ხელსახვევებზე. თუ როგორ დავიმაგრო ეს სახვევი ხელზე. ფიქრობ იმას, რომ ხელოვნება არის ცალკე ეს სახვევის დამაგრება და ნუ ჩემებურად გავაკეთებ ამ ყველაფერს რა. თან ავხსნი, ანუ როგორ ვაკეთებ პირადად, ნუ შემდეგ შეიძლება დავხვეწო უფრო უკეთესად შემოვიხვიო ხელზე, მაგრამ ახლა როგორც ვიცი და როგორც გამეგება, ეგრე გავაკეთებ რა. ნუ ჩანს თუ არა არ ვიცი. ბოლოში აქვს აი ესეთი თითის შესაყრელი, ანუ ცერა თითის შესაყრელი აქვს. აი ესე ვიწყებთ რა, მოკლედ. ეს არის ჩემი ტაქტიკური მეთოდი. თუ როგორ ვიხვევდი ადრე. 1-2 გამომიყენებია ეს და ნუ არ მომეწონა და ამის შემდეგ ვიყიდე ეგ პირდაპირ ან სამზარეულად ვიკეთებდი ხოლმე იმ პატარა ხელთათმას და შემდეგში უკვე ვირგებდი აი ამას. მოკლედ დავიწყოთ. პირველი როგორც ვახსენე, ცერათითზე ვირგებთ აი ამას, აი ესე. და მიგვაქვს მაჯისკენ რა. 1 აქაც თავის პრინციპი აქვს, ანუ 3ჯერ ვიხვევ მე და ზოგი ანუ 4ჯერაც იხვევენ ხოლმე აი ეს 1 ეს 2, ნუ გააჩნია ზოგადად აი ამ სახვევის სიგრძესაც, იმიტომ რომ შეიძლება კი დაიხვიო 4ჯერ ხელზე აი აქ და მე ნების ძვალზეც აი აქ ნების ძვალზეც შეგიძლია გაიკეთო, მაგრამ ანუ თითებზეც შემდეგ დაიხვიო და ბოლოში არ გეყოს რა ეგ სამაგრი არ გეყოს ბოლოში და გაიჭედო ძალიან და შეიძლება მე მოგიწიოს გახსნა და თავიდან გაიკეთო რა. მოკლედ. ეს 1 ესეც 2 ესეც 2 და ესეც 3. 3 მაჯაზე მე მივდივართ ნების ძვალზე, აი ეს არის ნების ძვალი. და აი ასე გადავიხვევთ ერთხელ, ესეც მეორეჯერ და ესეც მესამე. შემდეგ ისე უკან ბრუნდებით, აი ესე. ნუ აი ესე მიგვაქვს უკან. არ ვიცი როგორ ჩანს თქვენთან, უკან მიგვაქვს და ბოლო თითიდან ვიწყებთ რა, ბოლო თითიდან ვიწყებთ. 1 ნუ შეგვიძლია გადავატაროთ აი ამ ცერათითზე შეგვიძლია 1 გადავატაროთ. ეგ არ არის პრობლემა. ისე უკან მივდივართ. მეორე ესეც მესამე, არ ვიცი როგორ პრაქტიკულად ჩანს ეს ყველაფერი.
მაგრამ საკმაოდ მარტივი არის. და შეგვიძლია ასე გადავატაროთ ერთი ხელზე. აი, ერთი ხელზე. თუ არ დაემთხვა, ეგეც არაა პრობლემა, დამწყებისთვის. მე ხა დიდად რაღაც გამოსტილი და რაღაც არ ვარ. აი ამ სახვევებში და თუ არ დაემთხვა, ეგეც არ არის პრობლემა. აი ეს ხარე თუ მაგალითად სადაც ეკრობა ეს, თუ აი ასე აღმოჩნდა ასეთ პოზიციაში, შეგვიძლია შევატრიალოთ. ცოტა გამეშვა ესე. შეგვიძლია შევატრიალოთ ოდნავ. აი ესე. ოდნავ შევატრიალე, აი ესე იყო და ოდნავ შევატრიალე და გავყვეთ აი ეს პოზიციაში. საკმაოდ ჭიდროდ არის შემოხვეული ხელზე. დასაწყისისთვის არა უშავს ყოველ შემთხვევაში. ისევ ადგილზე იგივე პოზიციაზე დაბრუნების დროს, უჭველნა დააბრუნოთ იგივე პოზიციაში რა, მერე რომ შემდეგ ჯერზე რო ივარჯიშებთ და რაღაცა აი ესეთი გროვა რო არ იყოს, ნაჭრის გროვა რო არ იყოს და ასე რო არ შეაგდოთ სადმე. ჯობია ისევ გადააკრათ, როგორც იყო ეგეთ პოზიციაში მიიყვანოთ, აი ესე ვიწყებთ იგივენაირად, როგორც გავხსენით. მოკლედ, ამასობაში თან ვისაუბრებ. ხო, პირველი დღე არის, ადრეც სადღაც პლუს მინუს 7-8 თვე ვარჯიშობდი. კრივის მიმართულებით და ტექნიკა დავიწყებული მაქვს. კომბინაციები თან რავი, არ ვიცი რამდენად გავართმევ დღეს თავს ლახტის შემთხვევასაც. თუმცა ყველაფერი წინ არის და ვეცდები ამ მიმართულებით აღვიდგინო ჩემი ცოდნა და პლუს განვავითარო, დავამატო სიახლეები, შევისწავლო სხვადასხვა კომბინაციები, დავხვეწო კრივი. კრივი მნიშვნელოვანია ყველანაირად, ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა მუშაობდე, არ მუშაობდე. მნიშვნელოვანია კრივის ცოდნა და ზოგადად კრივის მიმართულებით ვარჯიში რა. როგორც დასაწყისში ვახსენე, კოორდინაციისთვის, სისწრაფისთვის, რავი. ყველაფრისთვის კარგია, ჯანმრთელობისთვის, წონის კონტროლისთვის, დაკლება გინდა, მომატება გინდა, წონის ყველაფრისთვის არის იდეალური. სულ ეს არის მოკლედ და რა ვიცი, დღეს ვერ გადავიღებ, ვარჯიშს კრივში, ვერ განახებთ ჩემს საწოდაობას და შემდეგ ჯერზე ვეცდები, შემდეგ ჯერზე არ გულისხმობ იმას, რომ მაგალითად შემდეგ ვარჯიშზე განახებთ თქო, იმას არ გულისხმობ. ვეცდები ამ თვეში ან იმ თვეში მაინც გადავიღო ერთი ვარჯიშის ვიდეო, კრივის მიმართულებით განახოთ თუ როგორ ვარჯიშობ. პირველ დღეს მაინც ვერ განახებთ სამწუხაროდ, პრინციპულად იმას არ გულისხმობ, რომ მე არ მინდა რომ განახოთ და რაღაცა, უბრალოდ არ მიწყობს შესაბამისი მოწყობილობები ხელს, რომ გადავიღო იქ იდეალურად ვიდეო თუ როგორ ვარჯიშობ და ასე შემდეგ, თან არ ვიცი როგორი გარემო დამხვდება. რამდენად შევძლებ გადაღებას და ასე შემდეგ, მოკლედ რა. კარგი მეგობრებო, მოკლედ, დიდი ხანია ვიდეოც არ დამედია, შეგბირდით იმას, რომ ძელზე აზიდვის ვიდეოებსაც დავდებდი, ცდელობების ვიდეოებს და მაგასაც აუცილებლად დავდებ. ეგ აზიდვები, ძირითადად ზურგის ვარჯიშებისთვის არის იდეალური და
საკუთარ სხეულს ფლობ, როდესაც რავი, ძელზე იზიდები, ძალიან ის სერიოზული ვარჯიშია ეგ. კლასიკური ვარჯიში არის ზურგის. და მნიშვნელოვანიც არის. დღესაც კი ვარჯიშობენ და დღესაც კი იყენებენ მაგ ვარჯის პროფესიონალებიც. მოკლედ, სულ ეს იყო დაგემშვიდობებით დროებით და რა ვიცი. აბა თქვენ იცით.